კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში. აქ ბევრ შინაურ ცხოველსა და ფრინველს გავიცნობ. რა სილამაზეა. წამოდით ვნახოთ. ქათამიდებს კვერცხებს, წიწილები კი მისი პატარა შვილებია. ისინი სულ პატარები და უსუსურნი არიან. წიპა. ეს თხა. ის ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველია. აი სოფელში მოყვანილ ბოსტნეულს კი სულ სხვა გემო აქვს. აი ხორი. ნახეთ როგორ ხრუტუნებს. ეს ცხვარია. მის ბეწვს მატყლი ქვია. ის ფაფუკია, როგორც ბალიში. მინდა მოვეფერო. ვაუ, რამდენი მარწყვია. როგორ მიყვარს. როგორ ცხელა. ცოტათი მაინც გავგრილდეთ. კურდღელი. მას ძალიან უყვარს ბალახისა და სტაფილოს ჭამა. ეს კი ინდაურია. მას ფერადი ბუმბული და განსაკუთრებული ხმა აქვს. კატა. ნახე როგორ კრუტუნებს. აი ცხენით, ის ძალიან ძლიერი და სწრაფია. ეს ძაღლია. ის ძალიან მეგობრულია. ეს ძროხაა. ის გვაძლევს რძეს. მიყვარს რძე. კარგია, ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. შეხედეთ, იხვები წყალზე ცურავენ. ბუნება სილამაზითაა სავსე. მოდით, აქ კიდევ დავბრუნდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში. აქ ბევრ შინაურ ცხოველსა და ფრინველს გავიცნობ. რა სილამაზეა. წამოდით ვნახოთ. ქათამიდებს კვერცხებს, წიწილები კი მისი პატარა შვილებია. ისინი სულ პატარები და უსუსურნი არიან. წიპა. ეს თხა. ის ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველია. აი სოფელში მოყვანილ ბოსტნეულს კი სულ სხვა გემო აქვს. აი ხორი. ნახეთ როგორ ხრუტუნებს. ეს ცხვარია. მის ბეწვს მატყლი ქვია. ის ფაფუკია, როგორც ბალიში. მინდა მოვეფერო. ვაუ, რამდენი მარწყვია. როგორ მიყვარს. როგორ ცხელა. ცოტათი მაინც გავგრილდეთ. კურდღელი. მას ძალიან უყვარს ბალახისა და სტაფილოს ჭამა. ეს კი ინდაურია. მას ფერადი ბუმბული და განსაკუთრებული ხმა აქვს. კატა. ნახე როგორ კრუტუნებს. აი ცხენით, ის ძალიან ძლიერი და სწრაფია. ეს ძაღლია. ის ძალიან მეგობრულია. ეს ძროხაა. ის გვაძლევს რძეს. მიყვარს რძე. კარგია, ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. შეხედეთ, იხვები წყალზე ცურავენ. ბუნება სილამაზითაა სავსე. მოდით, აქ კიდევ დავბრუნდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში. აქ ბევრ შინაურ ცხოველსა და ფრინველს გავიცნობ. რა სილამაზეა. წამოდით ვნახოთ. ქათამიდებს კვერცხებს, წიწილები კი მისი პატარა შვილებია. ისინი სულ პატარები და უსუსურნი არიან. წიპა. ეს თხა. ის ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველია. აი სოფელში მოყვანილ ბოსტნეულს კი სულ სხვა გემო აქვს. აი ხორი. ნახეთ როგორ ხრუტუნებს. ეს ცხვარია. მის ბეწვს მატყლი ქვია. ის ფაფუკია,
როგორც ბალიში. მინდა მოვეფერო. ვაუ, რამდენი მარწყვია. როგორ მიყვარს. როგორ ცხელა. ცოტათი მაინც გავგრილდეთ. კურდღელი. მას ძალიან უყვარს ბალახისა და სტაფილოს ჭამა. ეს კი ინდაურია. მას ფერადი ბუმბული და განსაკუთრებული ხმა აქვს. კატა. ნახე როგორ კრუტუნებს. აი ცხენით. ის ძალიან ძლიერი და სწრაფია. ეს ძაღლია. ის ძალიან მეგობრულია. ეს ძროხაა. ის გვაძლევს რძეს. მიყვარს რძე. კარგია, ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. შეხედეთ, იხვები წყალზე ცურავენ. ბუნება სილამაზითაა სავსე. მოდით, აქ კიდევ დავბრუნდეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში. აქ ბევრ შინაურ ცხოველსა და ფრინველს გავიცნობ. რა სილამაზეა. წამოდით ვნახოთ. ქათამიდებს კვერცხებს, წიწილები კი მისი პატარა შვილებია. ისინი სულ პატარები და უსუსურნი არიან. წიპა. ეს თხაა. ის ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველია. აი სოფელში მოყვანილ ბოსტნეულს კი სულ სხვა გემო აქვს. აი ღორი. ნახეთ როგორ ღრუტუნებს. ეს ცხვარია. მის ბეწვს მატყლი ქვია. ის ფაფუკია, როგორც ბალიში. მინდა მოვეფერო. ვაუ, რამდენი მარწყვია. როგორ მიყვარს. როგორ ცხელა. ცოტათი მაინც გავგრილდეთ. კურდღელი. მას ძალიან უყვარს ბალახისა და სტაფილოს ჭამა. ეს კი ინდაურია. მას ფერადი ბუმბული და განსაკუთრებული ხმა აქვს. კატა. ნახე როგორ კრუტუნებს. აი ცხენით. ის ძალიან ძლიერი და სწრაფია. ეს ძაღლია. ის ძალიან მეგობრულია. ეს ძროხაა. ის გვაძლევს რძეს. მიყვარს რძე. კარგია, ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. შეხედეთ, იხვები წყალზე ცურავენ. ბუნება სილამაზითაა სავსე. მოდით, აქ კიდევ დავბრუნდეთ.